ჯემალ ქარჩხაძის იგის ანალიზი 1 წუთში. იგი პირველყოფილ საზოგადოებაში ცხოვრობს, სადაც ყველა წელში მოხრილია, იგი კი გამართული. ეს პერსონაჟი აზროვნებს, კითხვებს უამს, ხატავს. იგი საზოგადოებაში მოაზროვნე ადამიანის სიმბოლოა. რომ დავუკვირდეთ პირველყოფილ წყობაში რა პრობლემებიც გვქონდა, იგივე პრობლემები გვაწუხებს დღესაც. იგი ჯერ გარიყეს, იმიტომ რომ განსხვავებული იყო. შემდეგ კი ბელადმა სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანა. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სხვებს არ გავდა. მთავარი მიზეზი, რატომაც იგი დაისაჯა, იყო ის, რომ ბელადს მისი შეეშინდა. იმის და მიუხედავად, რომ ბელადი იგიზე ბევრად ძლიერი იყო, იგი ჭკუით მაინც ჯობნიდა. ბელადისთვის კი მოაზროვნე ადამიანი ღონიერზე ბევრად საშიშია, რადგან კრიტიკულად შეაფასებს მის თითოეულ ნაბიჯს და შეიძლება ძალაუფლებაც დააკარგვინოს. იგის ნიუყვარს მაშინ, როდესაც სიყვარული რა არის, ბევრმა არ იცის. თემიდან არავის არ გამოუცდია, რას ნიშნავს სხვა ადამიანის მიმართ გქონდეს გრძნობები. იგი პირველია. მას სულ ნიუტრიალებს თავში და ახლოს ყოფნა უნდა. სწორედ ნიგა ხდება პირველი, რასაც იგი მისდაუნებურად დახატავს. ხატვა აქ მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან იგი ახერხებს და თავის თავში არსებულ ფიქრებსა და ემოციებს ერთად კრავს და გადმოსცემს. ანუ შემოქმედი ხდება, რითიც შემდეგში ბელადსაც გააკვირვებს. და ბოლოს, იგი სიკვდილის შემდეგ კვლავ ტოვებს იმას, რაც იგიში იგი იყო, მის შთამომავალ ზუსტ და ნისს. ანუ გამოდის, რომ იგიმ დატოვა კვალი, რომელიც წელში მოხრილ საზოგადოებას გამართვაში ნელ-ნელა დაეხმარება. და შემდეგში რომელი ნაწარმოები განვიხილოთ? დაგვიწერე კომენტარებში.